მდინარე დეტროიტის ორივე მხარეს მცხოვრები მცირე ბიზნესის მფლობელები თავიანთ მაღაზიებში მისვლისას ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ. ისინი ახლა ამერიკა-კანადის სავაჭრო ომის შუაგულში არიან. რეიჩელ ლუცი, ქალთა 4 ბუტიკის მფლობელია და 13 წელია ამ ბიზნესშია ჩართული. მას დაახლოებით 16 თანამშრომელი ჰყავს და ვაშინგტონის მიერ დაწესებული ტარიფებისთვის წინასწარ ემზადებოდა. ვცდილობ დავინახო რა აზრი შეიძლება იდოს ჩვენს უდიდეს სავაჭრო პარტნიორთან ბრძოლაში, რომელთანაც შესანიშნავი ურთიერთობა გვქონდა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, ტარიფები არ გავრცელდება მხოლოდ იმ კომპანიებზე, რომლებიც თავიანთ პროდუქციას შეერთებულ შტატებში აწარმოებენ. რეიჩელი ამბობს, რომ მისი პროდუქცია სრულიად კანადურია. ერთ-ერთ კანადურ მაღაზიას, რომელიც მიჩიგანის შტატის საზღვართან ახლოს მდებარეობს, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეები ხშირად სტუმრობენ. მისი მფლობელი ქეითი სტოქსი საუბრობს იმაზე, რომ მისი მაღაზიის სტუმრობისას ამერიკელები პრეზიდენტი ტრამპის გადაწყვეტილების გამო ხშირად ბოდიშს იხდიან. ბოლო ერთი თვის განმავლობაში საინტერესო საუბრები მქონდა ამერიკელებთან, რომლებმაც საზღვარი გადმოკვეთეს და რომლებიც აქტიურად ცდილობენ კანადური ბიზნესისა და ზოგადად კანადის მხარდაჭერას. ისინი შეწუხებული არიან იმით, რაც ხდება და ისინი არ უჭერენ მხარს, არ მოსწონთ ეს გადაწყვეტილება. ყავდა მომხმარებლები, რომლებმაც ბოდიში მოგვეხადეს, რაც ძალიან სასიამოვნო რამ იყო. ეს გვეხმარება საუბრის დაწყებაში, რათა ვუთხრათ, რომ მათზე გაბრაზებულები არ ვართ და გვესმის, რომ მათი გადაწყვეტილება არ ყოფილა. დონალდ ტრამპმა კანადისთვისა და მექსიკისთვის 25%-იანი ტარიფების დაწესებაზე განცხადება ორშაბათს, 3 მარტს გააკეთა. ტარიფები ძალში 4 მარტიდან შევიდა.